სტომატოლოგებს ხელისუფლებისგან ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი ექიმების პროტესტს იწვევს მთავრობის დადგენილება. სტომატოლოგებს ახალ წლამდე მისცეს დრო ქულები დააგროვონ. საქმე ეხება კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებს. მთავრობის დადგენილების შესრულებას ხარჯები სჭირდება, რაც ექიმებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. სპეციალისტებისთვის დადგენილება ბუნდოვანიცაა. მთავრობის 422 დადგენილებამ სტომატოლოგები ფინანსურ წნეხში მოაქცია. სახელმწიფომ მედიკოსები დაავალდებულა, რომ ძვირადღირებულ ტრენინგებს დაესწრონ და წლის ბოლოს 20 ქულა დააგროვონ. სტომატოლოგები კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მზად არიან, თუმცა სავალდებულო სწავლება კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, რის გამოც იძულებულები გახდებიან სტომატოლოგიური მომსახურება გააძვირონ. ექიმები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციებით როგორც თავად, ისე პაციენტებიც დაზარალდებიან. შემცირებული დროის ფარგლებში კიდევ უფრო რთულია ამ თანხების მოძიება სტომატოლოგებისთვის, რომლებსაც ისედაც ძალიან ბევრი გადასახადები გვაქვს სტომატოლოგიური მასალების სიძვრიდან გამომდინარე და მომსახურების გაწევა ხდება კიდევ უფრო რთული ამ პირობებში და რა თქმა უნდა ეს არავისთვის არ არის სასურველი, რომ მომსახურების თანხა გაიზარდოს, თუმცა შესაძლებელია სტომატოლოგიური საქმიანობა კიდევ უფრო გაძვირდეს და ეს რა თქმა უნდა ცუდად აისახება როგორც ექიმზე, ისე პაციენტებზე. სტომატოლოგებს 1 იანვრამდე აქვთ დრო იმისთვის, რომ ქულების საკმარისი რაოდენობა დააგროვონ. მედიკოსები ჩივიან, რომ თანხების მობილიზებას დროის სიმცირის გამო ვერ შეძლებენ. ექიმები დადგენილების გადავადებას და გადახედვას ითხოვენ. ლექციები, მასტერკლასები მინიმუმ 250 ლარიდან იწყება და 1000-ობით ლარზე ადის 5000-მდე და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ერთ-ერთი კონკრეტული კურსი, რომელიც გავიარე 3 თვის წინ, მაშინ არ ქონდა ქულა მინიჭებული, არ და კანონიკო მიღებული იყო. 2 კვირის წინ მინიჭა იგივე ლექცია, მასტერკლას ქულა. მე დავრჩი ქულის გარეშე, არ და თანხაც გადახდილი მაქვს, ლექციაც მოსმენილი მაქვს და გამოდის ისე, რომ 1 იანვრისთვის მე ქულა არ მინიჭება ამ ლექციაში და იძულებული ვარ დამატებით გავიარო სხვა ლექცია, მასტერკლასები, გადავიხადო დამატებითი თანხა. სტომატოლოგებს და კლინიკების ხელმძღვანელებს კითხვები აქვთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ფიქრობენ, რომ დადგენილება რიგ საკითხებში ბუნდოვანია. პასუხები კი სახელმწიფო უწყებებისგან ამ დრომდე არ ისმის. უცნობია ისიც, თუ რა ტიპის სანქცია ემუქრებათ სავალდებულო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში. დაგვეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ როგორმე დრო მოგცეს ჩვენს ხელმძღვანელებსაც და ექიმებსაც, რომ მათი მოთხოვნა გავითავისოთ, ისმევა საკითხი, როგორც კლინიკის მენეჯერმა, მე რა გავაკეთო, თუ კი ჩემმა პერსონალმა ვერ მოახერხა ამ წელს გადამზადების მოსწრება, რადგან ეს არის თანხებთან დამოკიდებული. დადგენილება პრობლემურია დამწყები და რეგიონში მცხოვრები სტომატოლოგებისთვისაც, რომლებსაც დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ იმისთვის, რომ სხვა ქალაქებში ტრენინგებზე დასწრება შეძლონ. არსებობს რისკი, რომ სტომატოლოგიური კლინიკების არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შედეგად კი ქვეყანას გამოცდილი და კვალიფიციური სტომატოლოგები დატოვებენ. არის რისკი იმისაც, რომ მივიღებ ძალიან ბევრ ემიგრანტს, იმიტომ რომ გარკვეული ნაწილი ახლა უკვე ამბობს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდა და თუ კი ჯარიმები და ეკისრებათ ან შეწყდება მათი მუშაობის უფლება, ისინი იძულებული გახდებიან სხვა ქვეყნებში სხვა სამუშაო ეძებონ. საყურადღებოა ისიც, რომ ლექცია სემინარებზე შემოთავაზებული მასალა ექიმებს უკვე არაერთხელ აქვთ შესწავლილი, თუმცა თანხის გადახდა მაინც მოუწევთ. მედიკოსებმა წერილი შეიტანეს პრემიერის სახელზეც მთავრობის ადმინისტრაციაში. სტომატოლოგები ითხოვენ დახმარებას, მაგრამ სახელმწიფოსგან ამ დრომდე არც ხელშეწყობა ჩანს და არც კომუნიკაციის სურვილი.